უახლოეს დღეებში კახეთში არამდგრადი ამინდი იქნება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 13 იანვარს რეგიონში ტემპერატურა მკვეთრად დაიწერს. ღამით მოსალოდნელია ყინვა. არამდგრადი ამინდები კახეთის რეგიონში და მათ შორის გურჯაანში ნარჩუნდება თუ არ ჩავთვით ორ დღეს 11 და 12 იანვარს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, მხოლოდ და მხოლოდ ღამის საათებში არის 11 იანვრის ღამის საათებში არის მინიმალური ტემპერატურა დაიკლებს -3-დან -20 გრადუსამდე, ხოლო დღისით მომატება არის მოსალოდნელი დაახლოებით 12-13 გრადუსი, რომელიც შენარჩუნდება ორშაბათს 12 იანვარს და უკვე უნდა ველოდოთ 13-ის დღის მეორე ნახევრიდან ამინდის, ასე ვთქვათ, მკვეთრ გაუარესებას, რომელიც შემდეგი კვირის დღის ბოლომდე შენარჩუნდება, იქნება მინიმალური ტემპერატურები ღამის საათებში ძალიან დაბალი, ყინვებია მოსალოდნელი, მცირე თოვლი და დღის მაქსიმალური ტემპერატურაც დაახლოებით 3-5 გრადუსის ფარგლებში, ისე 2-4 გრადუსის ფარგლებში ესე ჩავთვალოთ და ერთადერთი კიდე აღვნიშნოთ, რომ 14-ში 13-ის დღის ბოლო და 14-ის დღის პირველ ნახევრამდე მოსალოდნელია დასავლეთის მიმართულების ქარი.